მაყურებელს არ დაგიმალავთ ჩვენ როცა კომისიაზე დაიბარეს თუ იყო კომისიაზე დაბარებები დაიწყეს გონდა შეხვედრა და პირდაპირ გიორგი ვაშაძის არჩევანი იყო რომ მიუხედავად დაპატიმრების რისკისა მაინც ამ ნაბიჯი ეს არ ყოფილა სურპრიზი ჩვენთვის ჩვენ ყველანაირი შედეგებისთვის ვართ მზად მათ შორის დაკავებისთვის ის კი არა და წინასწარმოზე სპეციალურად ჩამოვიდა გიორგი ვაშაძე ევროპიდან არ გვეშინია ნამდვილად თავდაპირველად შეიძლება ხაც პროგნოზირება უმადური საქმეა რეჟიმის პირობებში როცა არც ამართალია და არც რა ვიცი არაფერზე არ ეფუძნება ეს ყველაფერი მაგრამ მე ვფიქრობ რომ შეიძლება გავლენა მოახდინოს გეოპოლიტიკურმა ვითარებებმა ტურბულენცია არის რეგიონში ძალიან დიდი სტრატეგიული დაჭრილის ეფექტი რა თქმა უნდა საქართველოსაც ექნება ეხლა მე რომ წარმოვიდგენ ხოლმე რა ვიცი ირაკლი კობახიძის ადგილზე ღმერთმა უქნას მაგრამ რო იყო და ვიცოდე რომ ის ირანელები ეხლა თეირანში შემგვერდით რო ისხდა ყველა კუტარი ან ბუკერშია დამალული და მე აქ ვარ გამიჭირდებოდა გადაწყვეტილების მიღება მართლა კიდევ ინვეს დაჭერ უფრო შორს წავიდეთ ლუკაშენკოც კი მიხვდა და რაღაცა შეიცვალა რაღაც ხარება სხვანაირად დაუბერა და პოლიტპატიმრებს ათავისუფლებენ და საქართველოში არ გაუგიათ ეთყობა რა ხდება და კიდევ ერთხელ შევეხმიანებთ რომ სხვა რამე არის გამოაღვიძეთ ბიძინა ივანიშვილი აუხსენით რა ხდება იმიტომ რომ პუტინიც კი შეშფოთებულია პუტინიც კი წუხს ამ ყველაფრის გამო და ამ სხვებზე არ გულისხმობ ირანი რა მდგომარეობაშია მე საერთოდ ნიშნის მოგებით არ მიყვარს ასე ომზე საუბარი მით უმეტეს ასეთ რამეზე მაგრამ ფაქტია რომ ეს ყველაფერი გავლენას ახდენს ამ რეალობას გათვალისწინება უნდა მართლა რაც ხდება რას გულისხმობ იცი რომ ესე გვეუბნებოდა რომ ჩვენ გვინდა მშვიდობა და ეხლა მაინტერესებს კითხვას სვავ იმ გზით საიდაც მიდიოდნენ ესენი რანაირად შეიძლება დასავლეთთან ამერიკასთან დაპირისპირებით მოიტანო მშვიდობა ევროპას გამოაცხადე მტრად ამერიკას გამოაცხადე მტრად ირანს მეგობრად და მოიტან მშვიდობას ეს არის აბსურდი არ დავიჯეროთ მე ხალხს ვეუბნები ეს არის პროპაგანდა არანაირი მშვიდობა ანტი ასე თქვა დემოკრატიულ რეჟიმებში არ არის მშვიდობა არის თავისუფლებაში მშვიდობა არის დემოკრატიაში მშვიდობა არის ევროპაში აი ეს არის სხვაობა ჩვენ შორის რაც რაც არ უნდა დააკავონ თუ გინდა გიორგი ვაშაძე მას აქვს ნათქვამი ჩემთვის პირადად ეს იქნება დროებითი იმიტომ რომ არ შეიძლება უსამართლობა რეჟიმი გაგრძელდეს დიდხანს ასე ვისაც ეგონა ყველა მწარმოებელს კისერი აი ნახეთ რა ხდება პოლიტიკა უცებ მე არა ვარ საერთაშორისო ექსპერტი მაგრამ მოქალაქე ვარ და უყურებ პაშინიანი ჩადის თურქეთში ხო ამო ვის ეგონა რომ ესეთ რამე მოხდებოდა ამაზეა ლაპარაკი ის რა ქვია ამერიკელებს ხდება ლუკაშენკო და ათავისუფლებს პოლიტპატიმრებს ხო აქეთ პუტინი მედვედევი დამწუხრებულია და გამოაცხადეს ღიად რომ ჩვენ საერთო მტერი ვიყავსო ჩვენ და ირანსო ხო ესეა ხო ცივილიზაცია და ცივილიზაციის წრეები სხვადასხვა მხარეს არიან და ჩვენ სად ვართ რეჟიმს ვეკითხებ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით სადაც ვართ სადაც არის საქართველოს ისტორიული არჩევანი ევროპაშია ამიტომ გვინდა ჩვენ უსაფრთხოებისთვის შვიდობისთვის დაცულობისთვის გვინდა ევროპა მაგრამ თქვენ სად მეკავთ საქართველოს ეხლა სად არიან აი ესეთ რამეები ხდება გამოვიდეს ვინმე და თქვას მართლა სად არიან თვითონ რა არჩევანს აკეთებენ როგორ იცავენ ამ ქვეყნის გეოპოლიტიკურ ასე ვთქვათ უსაფრთხოებას ყველა დამალულია და მე დარწმუნებული ვარ გულის სიხმეში ერთი სული აქვს რომ აი იქნება და ახლა ირანი თუ არა და პუტინი მაინც გადარჩეს ესენი ლოცულობენ იმაზე რომ აი ახალი გეოპოლიტიკური გადანაწილება მოხდეს და იქნება რუსეთის ფრთქვეშ ამოყოს ქართულ მოცნებამ თავი რომ იქნება გადარჩენ ამათვის ძალაუფლება არის თავარ აი რატო მოწონდათ ირანის რეჟიმი რატო იყვნენ იქ ხო ბევრი მიზეზი აქვს მარტივს ვიტყვი აი ჰომეინი ხო არავის არ აურჩევია სულიერი ლიდერი რომელიც პრეზიდენტზე მეტია პრეზიდენტს ნიშნავს ყველა თანამდებობის პირს ნიშნავს იგივე ჰომეინი არ არის ივანიშვილი აბა დაფიქრეთ ჩაულებრივად და საქართველოში 21-ეს ირანის რეჟიმი რომ არ მოგწონს და ბუნებრივია ანტიდემოკრატიული რეჟიმია ბიძინა ივანიშვილი არის თუ არა აიათოლა ჰომეინი იგივე საქართველოსთვის ხო და ბუნებრივია მოსწონთ ერთმანეთს და წუხან ეხლა ის ჰომეინი თუ ცუდად იქნება ბიძინა ცუდად იქნება და ამიტომ მოუჩევ გამოვხიზდით მეგობრებო არ გიშველით ეხლა ეს რაღაცა სირაკლიმას პოზაში ყოფნა ეხლა დრო არის სინდისის პატიმრების და ადამიანების გათავისუფლების და ეხლა დრო არის რომ ხალხის 200 დღეანზე მეტი პროტესტი არის მოусმინოთ ხალხს ჩავატაროთ ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები და ერთად ყველა წავიდეთ მშვიდობისკენ და ევროპისკენ კი ბატონო